მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა კვირის თემა. დღევანდელი ჩვენ კვლავ საარჩევნო ფორმატში ვაგრძელებთ მუშაობას და დღევანდელი კვირის თემა იქნება პოლიტიკური ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა, მათი საარჩევნო პროგრამა, მათი წინასაარჩევნო დაპირებები და ასევე ძალიან კონკრეტული გზავნილები თუ რას თავაზობენ ისინი ამომრჩევლებს. სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ. ჩვენი სტუმრები იქნებიან აღნიშნული პოლიტიკური მოძრაობის გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ხელაშვილი, პარტიის რეგიონული შტაბის ხელმძღვანელი ზვიად ხვედელიძე და პარტიის ადგილობრივი გურჯაანის ოფისის პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა ბერიკაშვილი. მოგესალმებით ბატონებო, მადლობას გადაგიხდით მომბრძანებისთვის და ახლა კი ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი გადაცემა. ტელემაყურებელს აქვე შეგახსენებთ, რომ თქვენ მთელი გადაცემის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ დავეკოთ პირდაპირ სატელეფონო ჩართვების საშუალებით ნომრებზე 0353 22 33 30 და მობილურის ნომერზე 592 12 20 58 ნომრები ტიტრებშიც იქნება მითითებული, ასე რომ დაგვიკავშირდით, დაუსვით თქვენი შეკითხვები ან გამოხატეთ საკუთარი პოზიცია. პირველი კითხვა მე მექნება ბატონ ზვიათან, ბატონ ზვიათ, აგერ სულ მალე დაახლოებით 28 დღე ხო თუ დარჩა არჩევნებამდე. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ კიდევ ერთხელ შეგიძლიათ ჩვენს მოსახლეობას, კახეთის მოსახლეობას ესაუბრო და უთხრათ პირველ რიგში ვიდრე კონკრეტულ დაპირებებზე გადავალთ, რა არის პარტიის პლატფორმა, რა ღირებულებებზე დგა პოლიტიკური მოძრაობა, რა ღირებულებების პარტია ბრძანდება და რა არის ძირითადი გზავნილი, რას თავაზობთ მოსახლეობას. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს, მივესალმები სრულიად კახეთს. თუ არ ვცდები პირველად დავარ თქვენს ტელევიზიაში და მინდა წარმატებები გისურვოთ, წარმატებული ეთერები და თავისუფალი სიტყვა, ეს მეტად მნიშვნელოვანი ღირებულებაა დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის და წარმატებები მინდა გისურვოთ ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმის განხორციელებაში. რაც შეეხება ჩვენი პარტიის პროგრამას, თავიდანვე საკმაოდ კაფეო მესიჯია მოწოდება, ესე ვთქვათ, სლოგანი ჩვენი პარტიის ერთიანი საქართველო, ძლიერი ეკონომიკა. ეს ყველა რაიონული ორგანიზაციის შტაბზეა გაკრული და ამას ჩვენი ამორჩეველი თვალნათლივ ხედავს. თუ რას ნიშნავს ეს, ახლა მე შევეცდები ძალიან მოკლედ და კაფეოდ განვარტო ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენი მთავარი გზავნილი ამორჩეველთან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოგეხსენებათ არის know-how ქართულ პოლიტიკაში უბლოკო სტატუსის შეთავაზების სახით. ჩემს სამწუხაროდ არ შემიძლია არ აღვნიშნო ის, რომ რიგი პოლიტიკური პარტიები, ეგრეთ წოდებული მედასავლეთეები, უბლოკო სტატუსს ხშირად შეგნებულად თუ შეუგნებლად ურევენ ნეიტრალიტეტში, რაც თვისობრივად აბსოლუტურად თავის თავში სხვადასხვა რამეს გულისხმობს. ნეიტრალიტეტი ეს არის აღიარება რიგი სახელმწიფოებისა და უბლოკო სტატუსი ეს არის სუვერენული უფლება კონკრეტული ქვეყნის სახელმწიფოსი რომ გამოაცხადოს. მოცემულ ვითარებაში დამეთანხმება ჩვენი ტელემაყურებელი, რომ საქართველო დღეს იმყოფება აბსოლუტურად გაურკვეველ საგარეო გეოპოლიტიკურ ვითარებაში. არავინ არ იცის რა ხდება ჩვენს ირგვლივ, რა ხდება ზოგადად რეგიონში. ყოველ შემთხვევაში საქართველო ამოვარდნილია ამ კონტექსტიდან და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა აბსოლუტურად დეზორიენტირებული და მე არ მინდა ეხლა ესეთ უხეში გამონათქვამები ვიხმარო ოკეანის გაღმიდან თუ რიგი სხვადასხვა სახელმწიფოებიდან მიღებული დირექტივებზე არის აწყობილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი. იმ შემთხვევაში, როცა ქვეყნის ორი უმნიშვნელოვანესი რეგიონი ოკუპირებულია, იმ შემთხვევაში, როცა ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან ფაქტიურად საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ეხლა ჩვენ მოგწონს ეს, რა თქმა უნდა, არ მოგწონს, მაგრამ ეს არის პოსტფაქტუმ ქვეყნის ტერიტორიაზე ორი უმსხვილესი რუსული შენაერთი დგას და ამაზე რაიმე მზა რეცეპტი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ჯერ ქართული საზოგადოებისთვის არ შეუთავაზებია. სწორედ ჩვენი ლიდერია ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, რომელმაც ეს იდეა პირველმა გააჟღერა და ბუნებრივია ეს მხარდაჭერილია ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების მიერ და ეს არის პირველი ნაბიჯი სწორედ უბლოკო სტატუსი, რომ დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის დეოკუპაციისკენ და ქვეყნის გამთლიანებისკენ.
კითხვას თუ შეიძლება თან პირველად მექნება პატარა კითხვები ამ დაზუსტების კუთხით ამ უფრო ცხადი რო იყოს მოქალაქეებისთვის. პირველი თქვენ ახსენეთ რომ თქვენი მიზანი არის ერთიანი საქართველოს ძლიერი ეკონომიკა, რომ ჩვენ ვიცით რომ ერთიანი საქართველოს იდეა ზოგადად ასევე ძლიერი ეკონომიკის იდეა მიიღწევა სტაბილურობის პირობებში, უსაფრთხოების გარანტიების და სტაბილურობის პირობებში, ხო, სტაბილური განვითარების პირობებში ეკონომიკის. უბლოკო სტატუსი, როდესაც თქვენ აცხადეთ უბლოკო სტატუსს, გასაგებია რომ ეს ქვეყნის უფლებაა. გეოპოლიტიკური ვითარება რამდენად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მათ შორის დასავლეთმა, მათ შორის ჩრდილოეთს, რუსეთს და არ კონდეს იმის მცდელობები, რომ გააკონტროლოს გარკვეულწილად ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, ხო? აი, თქვენ როგორ თვლით, იძლევა დღეს ამის შესაძლებლობას გეოპოლიტიკური სურათი ჩვენს რეგიონში? გიპასუხებთ აუცილებლად და ვიდრე კონკრეტულად პასუხზე გადავალ, მე მცირე ისტორიულ რაკურსს შეგახსენებთ არც თუ ისე შორეული წარსულიდან. სულ რამოდენიმე თვის წინ, 2 თვის წინაც არა, მოგეხსენებათ რა კონფრონტაციული ვითარება იყო ორ უმსხვილეს მეზობელს რეგიონში, ორ უმსხვილეს მეზობელს შორის, თურქეთსა და რუსეთს შორის. და მოგეხსენებათ რომ თურქეთის ამ შემთხვევაში პრემიერ ერდოღანი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეეცადა მაქსიმალურად დაეთმო ურთიერთობები რუსეთთან და ჩვენ ვიხილეთ ყველამ ეს თვალნათლივ რომ ჩაბძანდა რუსეთის დედაქალაქში და იქ ახლა რაზე იყო საუბარი უკვე ცხადია ნებისმიერი ადამიანისთვის, ხო? ასევე უახლოეს პერიოდში გასაგებია ნატოს წევრია, სწორედ აქ მივალ და ძალიან გთხოვთ დავამთავრებინოთ ამ უწურავი პასუხი რომ გავცე. ამავე დროს არც თუ ისე დიდი ხნის წინ ამ მოვლენიდან ირანის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტები განსაკუთრებულ ფორმატში შეთანხმდნენ, რომ ირანული ენერგომატარებლები აზერბაიჯანისა და რუსეთის გავლით გაივლის და მიეწოდება ასე ევროპულ სახელმწიფოებს. მე მექნება შტაბ-ჭრილება კი არა, ეს ნათელია ყველასთვის, რომ რეგიონში ყველა ძირითადი მოთამაშე იღწვის თავისი ინტერესებისთვის და ამ კონტექსტიდან ჩვენი ქვეყანა არის აბსოლუტურად ამოვარდნილი. გასაგებია ახლა გუშინდელი ძალიან ისეთ წარმომადგენლობით დელეგაცია, რომელიც ეწვია საქართველოს და რომელიც საკმაოდ მართლაც წარმომადგენლობითი იყო, მაგრამ დამერწმუნეთ შემოგებრებო, ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტო და მაშინ არავის ჩვენი გულისთვის თავი არ მოუკლავს და არავინ ასე ვთქვათ ამრაზურასავით საქართველოს არ გადაფარებია. ყველაფერი დარჩა აღშფოთება, შეშფოთების დონეზე და ჩვენი ქვეყანა დაზარალდა ამოვლენებინა ყველაზე ძალიან. თუ მას არ ეყოლება ძლიერი პარტნიორი, გამოკვეცილი ძლიერი პარტნიორი, სწორედ აქ მივალთ. მე მექნება შტაბ-ჭრილება, შემოგებრებო, რომ დასავლეთი ამ შემთხვევაში ნატო რეგიონში გარკვეულ დასაყრდენებს კარგავს და ეხლა განსაკუთრებულ ყურადღებაა გამოხატული საქართველოს მიმართ. მაგრამ დამერწმუნეთ, ეს იმდენად რთული პოლიტიკური ლაბირინთებია, იმდენად რთული პოლიტიკური ვითარებაა ჩვენს ირგვლივ შექმნილი, რომ აქ ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ. ერთი რამე არის მკაფიო და ნათელი, ამას არ ჭირდება დიდი პოლიტიკური განსწავლება. საქართველოს, ჩვენს სამშობლოს არავითარი მის განვითარებას დემოკრატიულ განვითარებას უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკურ გაძლიერებას არავითარი პერსპექტივა არ აქვს, თუ არ იქნება მიღწეული ურთიერთობების დათბობა და დალაგება ჩვენთვის ყველაზე ამ შემთხვევაში დიდ, ძლიერ და სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ დღეს ყველაზე საშიშ მეზობელთან. იმიტომ რომ საკმარისია, კიდევ ვიმეორებ, დიდი პოლიტიკური განსწავლება ამას არ ჭირდება, დახედო პოლიტიკურ რუკას და სადავართ ჩვენ და რა გარემოცვაში ვიმყოფებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისთვის, მისი ეკონომიკის გაჯანსაღებისა და გაძლიერებისთვის, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ აუცილებლად დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენ ჩრდილოეთ მეზობელთან. ვის განხილავს პარტნიორად? თან ჩაგიკითხები. დალაგებაში რომ გულისხმობ. თქვენ ალბათ დამეთანხმებით იმაში, პატარა ქვეყნებს, ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველო და ისეთი მნიშვნელობის, გეოგრაფიულად ისეთი მნიშვნელობის ქვეყნებს ჭირდებათ ძლიერი პარტნიორი.
მათ ჭირდებათ ინტერესების დაცვა გეოპოლიტიკურ რუკაზე, ხო, სოფლიო რუკაზე. განიხილავთ თუ არა თქვენ რუსეთს თუნდაც დალაგების შემდეგ ან დალაგების პერიოდში ძლიერ პარტნიორად საქართველოს. მოდით ერთ რამზე შევთანხმდეთ. პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები. პოლიტიკაში არსებობს მხოლოდ მუდმივი ინტერესები. მიმოიხედოთ ირგვლივ რეგიონში და ჩვენზე არც თუ ის ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები, შედარებით ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები, შესანიშნავად ახერხებენ და ალაგებენ ურთიერთობებს რუსეთთანაც და არ წყვეტენ პარტნიორულ ურთიერთობებს დასავლეთთანაც. ჩვენ რასენი გვჭირს ესეთი განა, რომ ქართველი კაცი ყოველთვის გამოირჩეოდა თავის სტუმართ მოყვარეობით, თავის დიპლომატიური უნარჩვევებით და რა გახდა ესეთი ამ ბოლო განსაკუთრებით ბოლო ამ 10 წლის მანძილზე, რომ ფაქტიურად იზოლაციაში ვიმყოფებით რეგიონში. არავინ არ იცის, როცა მიდის ჩვენს ირგვლივ საუბარი და აქედან საქართველოს საერთოდ მოთამაშეც კი არ არის. უბრალო უმნიშვნელო მოთამაშე ამ პროცესებში. ვინ რაზე თანხდება? ჩვენს თვალწინ მიდის ჩემო მეგობრებო ხელახალი გადანაწილება, გეოპოლიტიკური გადანაწილება და სამწუხაროდ კიდევ ვიმეორებ ხაზგასმით. ამაში საქართველოს დღეს ვერ მონაწილეობს თავისი დღეს არსებული მდგომარეობა. ფსონს ვიზე გააკეთებით. ბატონო? ფსონს ვიზე გააკეთებით ამ გადანაწილებაში. აუცილებლად ჩვენ ეს დეკლარირებული გვაქვს და ღიად გაცხადებული. კიდე ხას უსვავ იმას, რომ პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები, როგორმე ქართულმა სახელმწიფომ, მისმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ აუცილებლად უნდა შეძლოს და უპირობოდ და უპირველეს ყოვლისა უნდა შეძლოს და დაალაგოს ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. სხვანაირად აქ მარტო ეს ფაქტორები არ არის, ის ჩვენი მეზობელია. აქ არის თუნდაც ის გასაგებია ბატონო ზვიად, მოდით გადავიდეთ ჩვენი სტუმრებთან, ასევე მე პირველი კითხვა ახლა მე ბატონ გიასთან მექნება, ბატონ გია, თქვენ ხართ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ბატონ ზვიადი საუბრობდა პარტიის ხედვაზე საერთაშორისო თქვა გეოპოლიტიკური კუთხით, თუ რა სთავაზობს პარტია. მე მაინტერესებს თქვენ ამ მომრჩევლს, როდესაც ხვდებით, ან დღეს ტელეეთერით საუბრებით, კონკრეტულად რა შესთავაზებთ? აი რატომ უნდა რომ დავანებოთ გეოპოლიტიკურ კონტექსტს, მათ აწუხებთ ყოფითი პრობლემები, ხომ? მათ აწუხებთ სოციალური გაჭირვება იქნება ეს ეკონომიკა, დასაქმება, ბევრი ყოფითი პრობლემა. აი ყოფით პრობლემებზე რო გვესაუბრეთ, საერთაშორისო ხედვა გასაგებია, ხომ გეოპოლიტიკური ხედვა. ყოფით პრობლემებზე რო გვესაუბროთ, რა კონკრეტული შეთავაზება გექნებათ ამ მომრჩევლისთვის? მოგესალმებით, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. თქვენს კითხვაზე ბატონო ლევან მექნება პასუხი, რომელიც ჩვეულებრივ მიბმული არის სწორედ იმასთან, რასთან დაკავშირებით ბატონი ზვიადი საუბრობდა. საქმე იმაშია, რომ როცა ვეხებით ეკონომიკას, მოსახლეობის უმძიმეს სოციალურ ყოფას და გაჭირვებას, რასაც ყოველდღიურად ხედავთ, ეს ყველაფერი ამ ყველაფერს მაინც პოლიტიკასთან მივყევართ, გეოპოლიტიკასთან. ჩვენ გვაქვს ასეთი გეოპოლიტიკა რომ მოხსნათ, გავიგეთ გეოპოლიტიკა რომ მესმის, მაგრამ ჩვეულებრივ ვიმეორებ, რომ აი მაინც აქ მივდივართ, იმიტომ რომ საქართველოს რეგიონში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია, რომელსაც დაკარგული აქვს ძირითადად ტრადიციული ბაზარი. კი ბატონო, რაღაცეები არსებობს, რაღაცეები შედის იმავე რუსეთის ბაზარზე, მაგრამ რეალურად ეს ასე ვთქვათ, ამოსულთქვის საშუალებას ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კახელი მოსახლეობისთვის მაინც არ იძლევა. აქ რა მაქვს მე ახლა მხედველობაში. როცა საუბრობენ ჩვენი ოპონენტები და მთელი რიგი პარტიები იმაზე, რომ აი თურმე მათთვის პრიორიტეტულია და ასე შემდეგ ნახევარ მილიარდიანი ასე ვთქვათ ევროპული ბაზარი და ასე შემდეგ. ცოტა გაუგებარი ჩდება ხოლმე აი ესეთი საუბარი, როგორ უნდა მოახერხოს ახლა ამ შემთხვევაში კახელმა გლეხმა, გურჯაანელმა თავისი მოყვანილი ატამი იქნება თუ სხვა პროდუქცია, ყურძენი ასე შემდეგ რომ გაიტანოს სადღაც წარმოვიდგინოთ რომისან ახლა პარიზის ბაზარზე. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, ამას აცნობიერებს ყველა ამომრჩეველი, ყველა ადამიანი, რომელსაც ხვდები და ყველა ვერცერთი მათგანი შეიძლება ითქვას, აი ამაზე ღიმილს ვერ იკავებს და გადასარევად ესმის ჩვენს ხალხს ერთი ჩვეულებრივი მომენტი, რომ მან იცის კარგად სად არის მისი პროდუქციის გასაღების ბაზარი. ეს არის ჩვეულებრივი. არც ისია ხალხი ასე ვთქვათ, მართალია ამ ხელს სიღატაკებდა აი ამ ძინეს სოციალურ ანუ რუსეთში თქვენ ხაზგასვითოა პაბას. იმის მიუხედავად, რომ მე პირადად მრავალი წლის განმავლობაში ზუსტად ჩვეულებრივ ვიმეორებ. თქვენ არ აკეთებთ როგორც აი ამ საუბრიდან მყარ აქცენტს რუსეთისკენ, რომ აი რუსეთთან
უნდა იყოს აი რუსეთი უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი. თქვენ ამბობთ აი დასავლეთიც, რუსეთიც ესე რაღაცა ეს როგორ დაალაგებს ამბაზე? კი ბატონო, მაგრამ ჩემი პარტიის პოლიტიკური ლიდერი მას არსად არ უთქვამს რომ წყვეტ და გაწყვეტოს ჩვენმა ქვეყანამ ურთიერთობა ეკონომიკური თუ პოლიტიკური გნებავთ დასავლეთთან პირიქით, ის აცხადებს რომ გავაღრმავოთო არა ურთიერთობები მათთანო. ნუ იმასაც ამბობს გასაგებია უბრალოდ რა არ მოხდება და რა იქნება უბრალოდ შეუძლებელი რა არის, მაგრამ ამ ურთიერთობებზე ისიც ძალიან კარგად ლაპარაკობს. უბრალოდ იგი ამბობს რომ რუსეთი უნდა ჩართული იქნეს. აი როგორ უნდა გავაღრმავოთ თუ ამბობთ უარს კავშირებზე. ამ მათ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი. ბატონო ლევან, ეხლა ასეთ სიტუაცია დაახლოებით. სად მივდივართ, იქ მივდივართ, სადაც უბრალოდ არასოდეს არ მივიღებენ. ეს ხო სრულიად ეს წარმოუდგენელია. უბრალოდ თურქეთი წეგან თქვენ ახსენეთ, ხო? ნატოს წევრი სახელმწიფო, უძლიერესი წევრი მისი. სადაც საუბრები ღიად მიდის იმაზე, რომ დარჩნენ ნატოში თუ არ დარჩნენ და აგერ მაგალითად ინჯილიკის ბაზიდან, ხო? უძლიერესი ნატოს ბაზაა. ამერიკელები ცდილობენ გაიტანონ ატომური იარაღი. ანუ აღარ ენდობიან თავის თურქ პარტნიორებს, არა? მაგრამ ახლა რაც მოხდა აი თურქეთში, ბატონო, ისევ თემას რო დავუბრუნდეთ, კითხვას დავუბრუნდეთ, ამაზე ლატვის საუბრეთ. ფაქტობრივად ამ საერთაშორისო ურთიერთობებში გასაგებია, რომ თქვენი გზავნილი არის, რომ დავალაგებთ ურთიერთობებს როგორც დასავლეთთან, ისე ჩრდილოეთთან და ეს საკუთრად ბაზასაც მეტად გახსნეს დასში. კონკრეტულად ამის გარდა, აი პარტიებს აქვს კონკრეტულ ადამიანები, ვინც გვიცხენ, მათ აინტერესებს კონკრეტული შეთავაზება. პენსიონერს აინტერესებს მისი პენსია, ხომ? დაუსაქმებელს აინტერესებს რა ეკონომიკური პოლიტიკა გექნება ისეთი, ანუ როგორი რა მასშტაბის პერიოდულობით თქვენ ალბათ თავაზობდით რომ აი ამ თვეში მაგალითად ჩვენ ისეთ პოლიტიკას საუწყობთ შეიქმნება ამდენი საწარმო დასაქმება ამდენი ადამიანი და ასე შემდეგ, ხო? ან მას ჭირდება დაინახოს სადღაც თავის თავი. აი კონკრეტულად რა შესთავაზებთ, გავანებოთ, თქვათ დაუშვათ რომ დაალაგეთ ურთიერთობები. საერთაშორისო პოლიტიკას თავი დავანებოთ, შიდა პოლიტიკაში რას კონკრეტულად რა გზავნილი გაქვთ ამ ადამიანებისთვის. ეკონომიკა მათ შორის დასაქმება, მათ შორის სოციალური პოლიტიკა, მათ შორის ჯანდაცვის პოლიტიკა, რა გზავნილები გაქვთ? ეს ყველაფერი ჩვენს პროგრამაში კაფიო და აქვს. ხო და რა მოკლედ რო თქვა ამაზე. კი ბატონო, იქ გათვალისწინებულია რა თქმა უნდა, როგორც პენსიების საკითხი, ასევე ხელფასების საკითხი. თუ გნებავთ, მე პირადად მასწავლებელი გახლავართ ნომერი მე-4 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ვარ. იმავე მასწავლებლების მინიმალური ხელფასი რა უნდა იყოს? რა უნდა იყოს? ნუ 1300 ლარი, ასეთია ჩვენი პარტიის პროგრამა. და საიდან უნდა იყოს? არის გეგმაც გაკეთებული. ჩვენ ახლა ვიდრე პასუხს აუცილებლად უნდა დავაზუსტო, წეგან რაღაც ისეთ ეტაპზე შევწყვიტეთ ჩვენ საუბარი. არავითარ შემთხვევაში, როცა საუბრობთ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობების დათმობაზე, არ ნიშნავს ეს იმას, რომ ავტომატურ რეჟიმში წყვეტ ურთიერთობებს ყველა სხვა დანარჩენ სამყაროში. მაგრამ ეს ფაქტია, რომ მოწესრიგების გარეშე ურთიერთობების საქართველოს არ სტაბილიზაციის საფუძველს ჩაყარა შესაძლებელი, არც შესაბამისად ეკონომიკური კეთილდღეობის განვითარება და არაფერი. ეს იცის ყველა გლეხმა, რომელიც ამ წუთში ჩვენ ვიყურებს, ყველა მასწავლებელმა, ყველა ინტელიგენტმა თუ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა თუ ასე შემდეგ. ეს მეტი დაზუსტებისთვის. და სწორედ ნინო ბურჯანაძეა ის პოლიტიკური ლიდერი დღეს ერთადერთი ლიდერი ხალხის საქართველოში, რომელსაც თანაბრად შეუძლია საუბარი ჩრდილოეთშიც, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით ზოგადად ქართული პოლიტიკური სპექტრი ყველა ეტაპზე, ყველა ისტორიის ყველა საფეხურზე, რომ ქართველი კაცი უარესი გაჭირვებიდან ყვავილობდა გონივრულ გამოსავალს და განაიხლა რა აღჭირს ესეთი, რომ მით უმეტეს აგერ ხელის გულზე გვიდევს, არ როგორ შეიძლება იმხელა რესურსის არ გამოგეყენება ქვეყნის მიერ, ასახითაც ჩვენ პოლიტიკური ლიდერი ყავს დღეს წარმოდგენილი. ეხლა რაც შეეხება თქვენს დასმულ შეკითხვას. ჩვენ უამრავი პოლიტიკური პარტიები გვინახავს, უამრავი საარჩევნო წინა საარჩევნო ბატალიები გვინახავს და უამრავი დაპირებები, რომელიც უბრალოდ ჩებოდა დაპირებად და სხვა არაფერი. ამაზე დაპირებები ერთია მათი რეალიზება მეორე, დამეთანხმებით ჩემო მეგობრებო და ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის ჩვენი ამომრჩევლის მიმართ, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა არ არსებობს სტაბილიზაციის გარეშე, არც ერთი ინვესტორი არ მოდა ქვეყანაში არ ჩადებს ფულს. აქ სერიოზულ კაპიტალზეა საუბარი, თუ ქვეყანა გრძელვადიან პერსპექტივაში არ იქნება სტაბილური და თუ ქვეყანას არ იქნება განვითარების პოტენციალი. სწორედ როგორც არ უნდა ჩვენ ვეცადოთ რა უაროთ ამ საუბრის დროს პოლიტიკურ შემადგენელს გვერდი, ვერანაირად ვერაული. თავარი
ამოსავალი წერტილი მაინც არის ის, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის ქვეყნის სტაბილურობა, ქვეყნის მდგრადი პოლიტიკური განვითარება, მეტი დეცენტრალიზაცია, მეტი უფლებები ადგილზე ხელისუფლებებს. დღეს თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ეხლა ამხელა ლეგიტიმაცია შევძინეთ, მოგეხსენებათ 2 წლის წინ პირველად ჩატარდა ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები, სადაც პირდაპირ წესით დაურჩიეთ გამგებლები. რა გვინდოდა ჩვენ ამხელა ატომით არჩეული გამგებლები, თუ კი მე ბოდიშ ვიხდი ახლა ჩვენი მსმენელის წინაშე, თუ კი ჩვენი 50%-ით არჩეული გამგებლები მაპატიეთ და საპირფარეშოშიც კი ვერ წავა თუ გუბერნატორს ვერ შეუთანხმა ეს მოქმედება. კითხვის დავაბოთ ჩვენი საერთოდ ეს არის ყველაზე პრობლემა დღეს არსებული მართლობის და ჩვენ ფიქრობთ და მე პირადად ზოგადად სამხარო ადმინისტრაციები საერთოდ გასაუქმებელია, აბსოლუტურად ზედმეტი რგოლია, ზედმეტი ფულის გადაყრა და სწორედ ესეთი პრაგმატული მიდგომები დემოკრატიული მოძრაობა აუცილებლად გამონახავს იმ შემჭიდროებული და გამრის შემოჭერის პოლიტიკით გამონთავისებლებული თანხებით, რომ სწორედ იყოს მიმართული. დღეს უამრავი სახელმწიფო პროგრამა, მე ვერ ვიტყვი უმადურობა ძალიან ცუდი ჩვევაა ჩემი აზრით, რომ თქვა და წყალში გადაუყარო დღევანდელ ხელისუფლებას ყველაფერი რაც საკეთებს, კეთდება ბევრი ძალიან კარგი კეთილი საქმე, კარგი საქმე, რომელიც ცენტრალური პროგრამის სახელით ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამით, რომელიც მართლაც ადგება ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ ძალიან ბევრი ამასთან ერთად უბრალოდ არის წყალში გადაყრილი ფული, ათობით, ასობით მილიონი ლარი და სწორედ პრაგმატული პოლიტიკით, სწორი მიდგომებით დემოკრატიული მოძრაობა აუცილებლად ბატონ პაატას მინდა ვკითხო, ბატონო პაატა და მე ისევ დავუბრუნდები. ნახეთ, მე მაინც მინდა კითხვებს, ძალიან კონკრეტული პასუხები რაღაც სხვა კითხვებზეც. გავიგეთ, რაზეც ვსაუბრობთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი შემადგენელი საერთაშორისო ქვეყნის გეოპოლიტიკური არჩევანი არის მნიშვნელოვანი შემადგენელი მისი შიდა პოლიტიკის და მისი დარეგულების. ეს გასაგებია. თუმცა პარტიას აქვს პოლიტიკა, რომ მოდი ჯერ ამას მოვაგვარებ და მერე დავიწყებ ფიქს სხვა როგორ მოვაგვარო, თუ თქვენ უკვე ნაფიქრი გაქვთ სხვა საკითხების. აი ეს მაინტერესებს. აი ბატონ ბაატას კითხავ, ბატონ ბაატა, კონკრეტულად აი თქვენ გურჯაანში ხართ, ხვდებით ამომრჩევეს თქვენს. კონკრეტულად აი რას თავაზობთ სოციალურ დაუცველებს, რას თავაზობთ პედაგოგებს, რას თავაზობთ თქვა ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, ან უმუშევრებს. აი როგორია პოლიტიკა ვთქვა, იგივე ეკონომიკის განვითარების. ეს უნდა იყოს გარკვეულწილად დოტაციური, უნდა იყოს ლიბერალური, უნდა შეიცვალოს საგადასახადო პოლიტიკა, არ უნდა შეიცვალოს ეს პოლიტიკა, რამდენ ადამიანს დაასაბა, მათ შორის კახეთში, ვთქვა, რისი განვითარების პოტენციალია, როგორ ეს საკითხები გვაინტერესებს, თუ თქვენ შეგიძლიათ აი ამაზე გვესაუბროთ, დარჩენილ დროში იქნებ ამ თემასაც დავუწყოთ. ვიდრე აი მიპასუხებდეთ, მოდით ჩავთოთ მაყურებელი მას მისი კითხვაც მოვისმინო და შემდეგ რომ გამცეთ პასუხი ამ კითხვას. ეთერში ხარ ისმით. გისმენთ ეთერში ხართ. ბატონ ლეონარდ. მოგესალმებით. ბატონ გიასთან ამაქვს მე შეკითხვა თუ შეიძლება. კი ბატონო. უსვენ მის საუბარს და მაინტერესებს ერთი რომ უბლოკო სტატუსის მქონე ქვეყანა ისე არ გამოგვიდეს რომ უპატრონო თხამ გელმა შეჭამა ეს ერთი და შემდგომში როგორ ესახება ბატონ გიას ჩვენი საგარეო პოლიტიკა იმიტომ რომ ჩვენ იცით რომ ეთნიკურად სხვადასხვა ეროვნების ხალხია მაქსიმალურად ჩასახლებული საქართველოში და ყველას თავისი ინტერესი აქვს და უბლოკო სტატუსის მქონე ქვეყანას სხვადასხვა საფრთხეები შეიძლება შეექმნას და ამიტომ რომ 1920 წლის ფაქტები არ გადმეორდა. ალბათ გიამ მიპასუხოს, მალო. ბატონო, თქვენთან იყო კითხვა და მე ბატონო. კი ბატონო, ვუპასუხებ შეკითხვის ავტორს და მინდა უბრალოდ შევახსენო მასაც და საერთოდ ტელემაყურებელსაც, რომ ამ წუთში რა მდგომარეობაა ქვეყანაში შექმნილი, როცა მაგალითად ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი პირდაპირ ეპატიჟება ქვეყანაში, სადაც უკვე დგას რუსული ჯარები, ამერიკის ჯარებს თურმე, კონკრეტულად ამერიკის ჯარებს და არ ვიცი ამ შემთხვევაში რა აქვს გეგმაში საქართველოს აქციონ პირდაპირ პოლიგონად ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში ორ სუპერ სახელმწიფოს შორის. ეს ცოტა გასაოცარი რამეა, როცა ასეთ რამეებს ვისმენთ. ამდენ რუსული ჯარი უნდა იდგეს. ესეც ერთი წუთი ბატონო ლევან. ჩვენი ლიდერი თქოს ამასაც ხადებს, ჩვენი ლიდერი რომ საქართველოს ტერიტორია
კერძოდ შიდა ქართლი, სამწუხაროდ სამხრეთ ოსეთს რომ უწოდებენ ხოლმე და ისე სხვათა შორის ოსეთი კავკასიონის გადაღმაა და თავისი ჩრდილოეთიც აქვს და სამხრეთიც, ხო? მგონი დასავლეთ აღმოსავლეთიც კიდევ და თორე ახლა რა გამოდის მართლა დინოზავრების ეპოქიდან ერთიანი ოსეთი არსებობდა და კავკასიონი მერე ამოიზარდა თუ როგორ არის და აფხაზეთი და კიდევ იმ მდგომარეობაში, როდესაც აი ახლა დღესდღეობით, ხო? ქვეყნის ცენტრალური მაგისტრალის სიახლოვეს დგანან რუსული პოსტები და მათი ტანკები. ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში ისინი აი ამ მაგისტრალზე გადმოვლენ. ამაზე იფიქრავენ მე და ის რომ ქვეყნის დედაქალაქი თბილისი ახალგორიდან რუსეთის საველე артиლერიის ცეცხლის ზონაშია. ამას რატომ არ ელაპარაკებიან? მარტო ამას ლაპარაკობს ჩვენი ლიდერი. თქვენ ხო და მაგას უპატრონოთ ხამ გელმა შეჭამოთ. თქვენ არჩევანს ვინდა უდგება საფრთხის შესაძლებლობა. მაშინ გავაკეთოთ რუსული არჩევანი, გაქვთ? არა, ამას არ ვამბობ, ჩვენ რო ვაკეთებთ რუსულ არჩევანს, ჩვენ ვაკეთებთ იმას, ანუ ჩვენი ლიდერი მაქსიმალურად ცდილობს პირდება ამორჩეველს მისივე კონტაქტებიდან გამომდინარე და ყველა ხედავთ რომ ის ერთადერთია ფაქტი რომ ვისაც შეუძლია შეხვედრა იმ პოლიტიკოსთან რომელთანაც ასე ვთქვათ დღეს რა ვითარება აქვს და როგორ მიყავს სიტუაცია კი ვხედავთ ხო აგერ სირიის მაგალითი გვეყოფა და თურქეთის თუ გნებავთ ხო და ასე დროს თუკი მასთან მოგვარდება სიტუაცია მე ვამბობ თუკი მოგვარდება ეს ხომ არ არის ისეთი მომენტი რომ გინდა თუ მოგვარდება გავაგრძელებთ აი ამ შესანიშნავ ზღაპარს ნატოზე და კიდევ რა ვიცი სხვა რამეს მოვიგონებთ კიდევ და კიდევ ერთი უცნაურობა აცკაცობრიობის ისტორია არსებობს უამრავი ალიანსი და კავშირი შეიქმნა და რა თქმა უნდა ყველა დაიშალა 10000-ობით ხო კარგი და ეს ნატო რომ დაიშალოს ანუ ნატოზე არ საუბარია რომ თქვენ არა ბატონის კითხვა იყო ასეთი რომ აკეთებთ თუ არა მკვეთრ არჩევანს უპატრონოთ ხამ გელმა შეჭამა ანუ საუბარია რომ ის ამას დასავლური არჩევანი იყო შეიძლება იყოს რუსული არჩევანი ხო გაქვთ თუ არა თქვენი რუსული არჩევანი ასეთი იყო კითხვა რუსული ჩემს პოლიტიკურ ლიდერს და არც აი ჩვენ არსად არ გვითხოვს რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტულად რუსული არჩევანი როცა საუბრობთ უბლოკო სტატუსზე აქ მხოლოდ და მხოლოდ იგულისხმება აქ ეკონომიკა არ იგულისხმება აქ იგულისხმება რომ საქართველოს არ უნდა იყოს არც ერთი ალიანსის წევრი ნუ იგულისხმება რა თქმა უნდა ნატო და ისა რუსეთსაც აქვს ხო ალიანსი არც ერთის ევრაზიის კავშირი ეს რამდენად მისაღები უნდა აღმოჩნდეს რუსეთისთვის ნუ პირველი ინფორმაციით რომელიც განაცხადა და თქვა ხალბატონი ნო მისი ბოლო ვიზიტის დროს მან თქვა რომ ძალიან დიდი ყურადღებით ეკიდებიან რუსეთში აი ჩვენს მიერ შეთავაზებულ აი ამ გზავნილს და ნახოთ ეს უნდა გავაგრძელოთ და სხვა შემთხვევაში როგორ არის საქმე ახლა სხვა გარამის გამოვაცხადებთ თუ არ გამოვაცხადებთ ვინმე გვიცავს აი ვინმე საერთოდ დაგვიცავს გასაგებია ბატონგია და მე ჩემ კითხვას დავუბრუნდები ვიდრე ზარანი კიდევ ორ რეგიონს დავკარგავთ დიახ ბატონ პაატასთან საუბარი იყო კონკრეტულ გზავნილებზე აი გავიგეთ საერთაშორისო ხედვა კონკრეტულად გვაქვს თუ არა შეთავაზებები კიდევ სხვა რომ აი როგორია თქვენი ხედვა შიდა პოლიტიკის მოწესრიგების კიდევ ჯანდაცვა სოციალური სფერო განათლება ეკონომიკა წარმოება ბიზნესი უნდა იყოს ლიბერალური უნდა იყოს რაღაც დოტაციები უნდა ასეულდეს საგადასახადო პოლიტიკა რა ამ თემებზე გაქვთ თუ არა ნაფიქრი და რა გზავნილები გაქვთ აი რა შეელაპარაკებით მოსახლეობას მოგესალმებით მადლობას გიხდით ტელევიზიაში მოწვევისთვის მე ბევრს არ შევჭირდები ჩემთვის მთავარია ბატონმა გიამ რაც შეიძლება კარგად აუხსნას ჩვენს ამორჩეველს თავისი ხედვები, თავისი მიზნები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მაჟორიტარია და უფრო კარგად გაეცნოს რაიონი. რაც შეეხება კახეთს. ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ. ჩვენთვის უმთავრესია ადამიანმა რომელმაც წლიდან წლამდე დიდი შრომა ჩადო ის შრომა მოიყვანა თავისი მოსავალე მან აუცილებლად უნდა მიიღოს ის საფასური იმ შრომის ფასი რომელიც ჩადო მთელი წლის განმავლობაში როგორ უნდა მიიღოს ამაზე ჩვენ თუ მოვაგვარებთ რუსეთთან ურთიერთობას აუცილებლად გაიხსნება რუსეთის ბაზარი ჩვენთვის აუცილებლად მოიხსნება სავიზო რეჟიმი ეს მისცემს დამატებულ სტიმულს თითოეულ ადამიანს ეს მისცემს ქვეყანას წინ გადადგმის ნაბიჯს კარგად ვიცით ახლა რუსეთი არ არის მას დემოკრატიული ქვეყანა თუ მოისურვებს შეუშვებს ჩვენს პროდუქციას
თუ არ უნდა არ შეუშვებს. ამიტომ უმთავრესია ჩვენ მოვაგოროთ რუსეთთან ურთიერთობა დაალაგდეს და ერთადერთი ქალბატონია ნინო ბოგჯანაძე, რომელსაც შესწევს ამის გაკეთება და თუ ეს საკითხი მოგვორდა, ძალიან ბევრი საკითხები მოგვორდა. კითხვას დავსვათ კიდევ სამივე სტუმართან ქონდა გარკვეული კითხვები. აი დიახ ბატონო, იგივე შეიძლება და ყველა თემა, რასაც კი თქვა ვიწყებთ, რომ აი კიდევ რა არის შეთავაზება, ხდება ის, რომ აი თუ მოგვარდა რუსეთთან ურთიერთობა, მე ეშველება. ანუ კითხვა არის ასეთი. აბსოლუტურად ყველა პრობლემის გასაღები რუსეთშია. მე მეტი დაზუსტებისთვის, ეხლა თქვენ რამდენადაც მე გავიგე, თქვენი კითხვის ფორმულირება ამ სახით იყო, რომ კონკრეტულად შიდა პოლიტიკური. ხო, აი შეთავაზებები მაინტერესებს. მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, გასაგებია დღეს ქვეყნის ბიუჯეტს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ერთი ხელი საქმნევით და ძალიან მოკლე დროში ყველა ის პრობლემა მოგვარდეს, რაც ესე ძალიან მძიმე ტვირთად აწევს ჩვენ მოსახლეობას, მაგრამ ჩვენი პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ არის სწორედ ის, რომ იმ წირი შესაძლებლობებით, რაც დღეს საქართველოს ბიუჯეტს გააჩნია, სწორი სოციალური პოლიტიკის წარმართვა უპირველეს ყოვლისა. აი რა არის და მე ხალხისთვის უფრო გასაგები რო იყოს, მეტი თვალსაჩინოებისთვის კონკრეტულ მაგალითებს მოვიყვან. თქვენც ალბათ აქ ცხოვრობთ, ყველა ჩვენ აქ ცხოვრობთ და ყოველდღიურად გვესმის იმ პრობლემების შესახებ, რაც ხდება ჩვენ სირგული, ჩვენ სოფლებში, ქალაქებში, უბნებში და ასე შემდეგ. აი მაგალითად, მე მყავს ჩემი ერთი ბავშვობის მეგობარი, რომელსაც ორივე კიდური აქვს ამპუტირებული. გადაადგილება თვითონ არ შეუძლია. ყავს მეუღლე და ჯანმრთელობის ცნობაში უწერია პირდაპირ რომ ესაჭიროება პერსონალური მომვლელი და მართლაც აქედან გამომდინარე ეს ქალბატონი ფიზიკურად ვერ ტოვებს მას. და აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შემიძლია დავიფიცო რომ სწორედ იმ სოციალურ შემწეობაზე იყო დამოკიდებული დახმარებაზე რომელსაც იღებდა. და იმის გამო რომ რაღაც პროგრამა რომელიც ითვლის თურმე ამ სოციალურ ქულებს ეს დახმარება მოუხსნეს. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და მე არ მინდა შეგნებულად სახელს დაგვარს, იმიტომ არ ვახსენებ, რომ უაღრესად თავმოყარე პიროვნებაა და შეიძლება გარკვეულ წყენაც კი გამოიწვიოს მასში ამან. მაგრამ ესეთები ჩემდა სამწუხაროდ არა ერთი, არა ორი და ათეულობით არიან ჩემს ირგვლივ, მარტო ლაგოდეხში. და ყველა მხარეში სადაც ჩავდივარ ალტერნატივა რა არის როგორ ალტერნატივა სწორი სოციალური პოლიტიკა სამართლიანი სოციალური პოლიტიკა ამ პრობლემის შეგნებულად აკეთებენ ამას თუ აი რა ტექნიკური სწორედ გამიგეთ ეხლა სწორედ გაიგოს ჩვენმა ამომრჩეველმა რა ჩემთვის რიგითი ადამიანისთვის ნაკლებად საინტერესოა ის ვინმე ამას შეგნებულად აკეთებს თუ შეუგნებლად აკეთებს თუ კი შედეგი აისახება ჩემზე ესე ნეგატიურად თუ ამას შეგნებულად აკეთებს ეს უარესი და თუ ამას შეუგნებლად აკეთებენ და არ სურთ ამის გაკეთება, მაგრამ რაღაც გარემოებების გამო ესე ხდება, ეს კიდევ უფრო საშინელება და ტრაგედია ამ ქვეყნის. ეს ერთი სოციალური მხარე. გასაგებია ძალიან კარგია საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამა, ადამიანი მართლაც უკვე აღარ ეშინია ექიმთან მისვლის, მაგრამ ერთი კარგად დააკვირდით და თუ ღმერთმა ყველას დაგიფაროთ და ღმერთმა ყველა კახეთშიც და სრულიად საქართველოს ჯანმრთელად ამყოფოს, მაგრამ თუ კი ისეთ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა ექნება ადამიანს და ის მოხდება სტაციონარში და ესაჭიროება კლინიკურ, ამბულატორულ მკურნალობა არ აქვს მნიშვნელობა. აპატიეთ ამ გამოთქმისთვის, მაგრამ აპარატზე შეერთებულ ადამიანებს არ ხსნიან, მანამ სანამ ასე ვთქვათ, მისი სადაზღვევო პოლიცია არ მოიწურება. ეს პროგრამა გადასახედია შესანიშნავად ჩვენი საარჩევნო პროგრამა, მაპატიეთ, ისა ჩვენი საარჩევნო პროგრამა არის. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ერთ-ერთი ყველაზე კაფიოდ ჩამოყალიბებული დეტალებში გაწევი. დღეს ვერ გავიგეთ რა იყო, აი. რა გაინტერესებს? გავიგეთ რომ თქვა ეს არის, არ მოგწოთ რაღაც არ მოგწოთ, ამის გამოსავალი ჩვენი საზრით არის ის, რომ მონოპოლიზირებული არ უნდა იყოს ჯანდაცვის სფერო. ერთი ადამიანის ხელში, ანუ ერთი მონოპოლისტის ხელში არ უნდა იყოს სადაზღვევო ისა რა ქვია კომპანიაც, კლინიკაც და ფარმაცევტიული ქსელიც. ანტიმონოპოლიური კანონის შექმნა ნორმალური
დახვეწილი, რომელიც რეალობაზე მორგებული კანონი იქნება და არა ისეთი, რომ ვიღაც ისევ კონკრეტული ჯგუფების და კარტელური რაღაც გარიგების ინტერესები იყოს გათვალისწინებული, ეს არის უპირველესი გამოვალი ამ სიტუაციიდან. ავტომატურად ეს გარკვეულწილად მოაწესრიგებს სწორედ იმ არასამართლიან და მართლაც ბარბაროსულ სოციალურ პოლიტიკას, რომელიც გვაქვს და აღრეულია საერთოდ უფლებები ცენტრალური ხელისუფლების, გვაქვს ადგილობრივ თვითმმართველობას წარმოადგენენ მე და იქაც რაღაც პაკეტები, მაგრამ დღეს ერთი დირექტივა მოდის ხვალ სხვა, ამიტომ თავარი ამოსავალი ამ პრობლემიდან და ამ ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოყვანისა. რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების მოწესრიგება და უპირველეს ჩრდილოეთ მეზობლებთან, უპირველეს ყოვლისა, შემდგომ სწორი სოციალური პოლიტიკის განსაზღვრა და სწორი რეგიონული პოლიტიკის წარმოება. მეტი უფლებები ადგილზე, ადგილობრივ თვითმმართველობებს, რეალური ძალაუფლება, რეალურად მიუცეთ საშუალება, რომ თავისი რაღაც ინოვაციური იდეები, თავისი შეხედვა, როგორ შეიძლება გურჯაანში, ვინც წარმოადგენს დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, კონკრეტულ სოფელს, ველის ხეს თუ კარდენახს თუ ასე შემდეგ იმ ადამიანზე კარგად იცოდეს ვიღაცამ თბილისში რა ხდება მის სოფელში და როგორი რეგულაციები ესაჭიროება იმისთვის რომ მათ კონკრეტული პრობლემები მოუგვარდეთ. მე ამის წინ ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი რომ მიწის კანონი არა გვაქვს ქვეყანაში. როგორ შეიძლება ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და ქართველ გლეხს დღეს მამაპაპისეული მიწა შეიძლება გქონდეს და წლების განმავლობაში დადის უწყებიდან უწყებაში და არ დაადგა საშუალო იმას რომ რაღაცა მექანიზმი იყოს მოგონება ეს რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონებაა საჭირო ამისთვის. მიწის კანონი არა გვაქვს. ქვეყანაში არა გვაქვს კანონი. ერთადერთი ქვეყანა ვართ. გასგულისხმობ მიწის კანონი რომ დაირეგისტრირდეს. მიწის კანონი არა აქვს ქვეყანაში. რომ დაირეგისტრირდეს. რა თქმა უნდა, გაუმარტივეთ. ეს დაიწყო უკვე პროექტი. ეს რაც დაიწყო, ნუ შევიყვანთ ამ მომრჩეველს დასმენის შემთხვევაში. საჯარო რეესტრის პროგრამა, რომელიც ვიცით ძალიან კარგად დღეს გამარტივდა რაღაც პროცედურები, ანუ სახელმწიფომ თავის თავზე აიღო გარკვეული ხარჯების გაწევა, იქ ნახაზის კარგი, პირველად რეგისტრაცია უპასო. მაგრამ ეს ავტომატურ რეჟიმში არ ხსნის იმ ადამიანების პრობლემებს, რომელსაც უამრავი პრობლემები აქვს. ერთადერთი ქვეყანა ვართ დედამიწაზე, ერთადერთი, რომელსაც კანონი არ გვაქვს მცირე მეწარმეობის შესახებ. აქ როგორ შეიძლება რომ იყოს ესეთი რაღაც, რომ კიდევ ვიმეორებ, ქართველი გლეხი, ქართული სახელმწიფო პირდაპირ მნიშვნელობით ქართული სახელმწიფოს ძლიერება გადის ქართული გლეხის ძლიერებაზე. ქართული სახელმწიფოს ხერხემალი ქართული გლეხი და დღეს ეს ხერხემალია გადამწყვეტი, იმიტომ რომ ქართული გლეხის პატრონი ყურადღების მიმქცევი და მხარში დამდგომი არ ყავს. გასაგებია ბატონო, მადლობას გადაგიხდით მომბრძანებისთვის. ჩვენი საერთოდ რა ამოვიწურა მე ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები ჩვენ გადავაცილეთ უკვე დროს ძალიან მოკლედ, აი რამდენიმე წამში თუ მოახერხეთ. ლევან დღეს უნდა მომბრძანებულიყო ჩვენი რეგიონის კოორდინატორი ლაგოდეხის მაჟორიტარი ბატონი ისაკო ცქიფურიშვილი, რომელიც ხოთაშორის დედი ძილკოკელია, გურჯაანელების სიძია, სამწუხაროდ მოუწლობის გამო ბოდიში მოიხადა, ის ვერ მოვიდა და ჩვენი მაყურებლისთვის მინდა ვთქვა სასიამოვნო ამბავი, რომ ის გახლავთ ჩვენი პარტიული სიის პირველი ათეულის წევრი, რაც მივესალმებით ჩვენ ყველანი გაგვეხარდა. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა და აუცილებლად ისაკოს იცნობს ყველა რაიონში ძალიან ბევრი ადამიანი, ისაკო ღირსეული ქართველი პატრიოტია, კაცია და იმედი გვაქვს რომ ძალიან დიდი ხარჯი. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ გადაცემის სტუმრები იყვნენ ნინო ბურჯანიძე დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები. თქვენ უსმენთ მათ ხედვებს, მათ გზავნილებს.